ჩემი აზრით ბიზინა ივანიშვილი მორიგი ტრიუკისათვის ემზადება ან თუგნებავ სხვაგვარად ვიტყვი მორიგ მზაკვრულ ნაბიჯს გადადგამს არც თუ შორეულ მომავალში. როგორი ნაბიჯი იქნება ეს? რა ნაბიჯი იქნება? ახლა ვერსიების გამოთქმა კი შეიძლება, მაგრამ ესე დაბეჯითებით რომელიმე ვერსიაზე საუბარი ჩემი აზრით ნაადრევია. არ ვიცით საბოლოო ჯამში. ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ცხადია, ჩვენ ყოველდღიურ თუ რეჟიმში თუ ყოველკვირეულ რეჟიმში მოკლედ ხშირად, მაგრამ ასევე უნდა ვისაუბროთ მის მიერ მიღებულ ფრიად უცნაურ გადაწყვეტილებებზე. ლილუაშვილი წავიდა ისე, რომ ბიზნეს სიტყვას არ დაუსველებია, არ უთქვამს, რომ ლილუაშვილი იყო კარგი მინისტრი, სუსის კარგი ხელმძღვანელი. ლილუაშვილი მისი ერთგული პირი იყო, მე მსმენია, რომ ერთადერთი პრეტენზია ბიზნეს რაც ჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან იყო ის, რომ ეს უკანასკნელი მუდმივად ესაუბრებოდა მხოლოდ ცუდ ამბებზე, ანუ კი არ აიმედებდა, არამედ უამბობდა ან ანალიზს უკეთებდა ობიექტურს იმ ვითარებას, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. და ბიზნეს თითქოს მობეზრდაო ამ გვარი ცუდი ამბების ხშირად მოსმენა, ცუდი აურა ჰქონდა ბიზნესეული გაგებით, სწორედაც რომ ლილუაშვილს და კობახიძეს მოახსნევინა და დაანიშნინა ის სუსის ახალი ნაჩალნიკი, რეალურად კი FSB-ს ხაზზე შეერთებული ანრი ოხანაშვილი. მაგრამ ლილუაშვილი კი წავიდა, მაგრამ ლილუაშვილი არ მოსცილებია საბოლოო ჯამში ბიზნესს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არც თუ ხშირად, მაგრამ ის ხშირად კი არა, ის სტუმრობს ხოლმე ბიზნე ივანიშვილის რეზიდენციებს თუ ზღვისპირეთში თუ აბასთუმანში, ჭორბილაში იშვიათად არის ხოლმე ბატონი ბიზნა, თუ საერთოდ არის და თბილისშიც იშვიათად არის ხოლმე, თუ საერთოდ არის. კიდე ექნება სხვა ქალაქ სოფელ რეგიონ რაიონებში პატარ-პატარა თუ დიდი სახლუკები, სახლები, მაგრამ ჩვენ ამ 4-ის თაობაზე ვიცით პრინციპში და კიდე ბაკურიანის თაობაზე, რომელშიც როგორც ვიცით არც ყოფილა, ან 1-2 თუ იქნება ნამყოფი. ხო და ლილუაშვილი წავიდა, მეთქი ამას ვამბობ. ლილუაშვილი რომ წავიდა, მას მიჰყვა კიდევ ერთი ერთგულების კიდევ ერთი თვალსაჩინოება განსახიერება ბურჯი ბიზნა ივანიშვილისა გომელაური. და გომელაურზეს ბიზნეს ერთი სიტყვას კი არ დაუსველებია, კი კობახიძემ დააჯილდოვა, მადლობები გადაუხადა გომელაურს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ შიგნით იმდენად დაძაბული ვითარება იყო ამ ორ პირს შორის, რომ კობახიძის ეს ჟესტი გომელაურის მისამართით იყო მხოლოდ ჟესტი და არა უმეტეს იყო მხოლოდ თვალსაჩინოდ ჩვენთვის ჩვენება იმისა, რომ არა ჩვენ შორის არაფერი არ ხდება, არანაირი კონფლიქტი არ აქვს. რეალურად კი კონფლიქტია მათ შორის. არ დამავიწყეს, მანამდე წავიდა ღარიბაშვილი პოლიტიკას გავეცალეო. წარმოიდგინეთ, ქართუს სამი რესურსი წავიდა. გომელაური, მანამდე ღარიბაშვილი და შუაში თუ მეორე იყო ლილუაშვილი და სხვებიც. და ამასობაში წავიდნენ პირები, რომლებსაც ეყრდნობოდა ბიზნა ივანიშვილი, ასე მაგალითად ის სირაძე როა, ის ხვაგან კი გადაიყვანეს, მაგრამ ის ძირითადი ფუნქციები ჩამოაცილეს, რომლებითაც ის იყო ცნობილი. ისმის კითხვა, რატო ხდება ეს ყველაფერი და მე კვლავ ვაწვევი იმ ვერსიას, რომ ბიზნა ივანიშვილი რაღაც მორიგი მზაკვრული ნაბიჯისათვის ემზადება. რაღაც მორიგ ტრიუკს გვიმზადებს. მაგრამ ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი წავიდა, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, არ ვიცი, კიდე ვიღაცების წასულები იქნებიან, უბრალოდ გვარად სახელები არ ვიცით ჩვენ და უმნიშვნელო პერსონებად მიგვაჩნია. ხო, არ დამავიწყეს ის ინფრასტრუქტურის მინისტრი რო იყო, ის კაციც ხო, წავიდა. გვარი არ მახსოვს უბრალოდ ქარცელაძე გონი. მოკლედ, ნელ-ნელა გადიან დასანქცირებულები უმრავლეს შემთხვევაში. დასანქცირებულები თუ ბრიტანეთის, თუ შეერთებული შტატების, თუ ევროკავშირის, როგორც სტრუქტურის, როგორც ორგანიზაციის და ცალკეული ქვეყნების მხრიდან თუ მიერ. გახყავს ესენი და იქნება და დაეყრდოს. ან თუ გონია ბიზნა ივანიშვილი დაეყრდოს მომავალში, ან თუ გონია ბიზნა ივანიშვილს, რომ ეს მათი პოლიტიკიდან ფორმალური გასვლა მათ სანქციებისაგან იხსნის, სამომავლო სანქციებისაგან, ან არსებულ სანქციებს შეუსუბუქებს, ან მოხსნის ამით
ძალიან მწარედ ცდება ბიზინა ივანიშვილიც არ არის ფორმალურ თანამდებობაზე, მაგრამ ის დასანქცირებულია. არა თუ ბიზინა ივანიშვილი, არამედ სხვებიც, რომლებიც აი ასე მაგალითად ფარცხალაძე სადღაა, ფარცხალაძე მისი ჩამიც არის მის და ჩუმიც, გარდა იმისა, რომ მოსკოვში დადის და აქაც ჩამოდის ხოლმე და უამრავ ამბავში, გარჩევაში, რაზბორკაში მონაწილეობს კრიმინალურში თუ ნახევრად კრიმინალურში და ეს ცალკე თემაა და ოდესმე გავაკეთეთ ამ თემასაც მივუძღვრით ვიდეო ბლოგს. ხო, მაგრამ ფარცხალაძე ფორმალურ თანამდებობაზე არ არის, ფორმალიზებული პირი არ არის, გენპროკურორი რახანი აღარ არის, ეს ბოტასების ქურდი კაცი. და ასევე ეგრამაგის პასუხია და კრიმინალური დაჯგუფებების ერთ-ერთი ხელმძღვანელი თუ მთავარი ხელმძღვანელი არა, შემიძლია გვარსახელებითაც კი ვილაპარაკო იმ კრიმინალურ დაჯგუფებაზე. ვაიმე, რაღაც ჩაირთვა ამასობაში პარალელურ ტელეფონში. მაგრამ ასე კია, მაგრამ ეს ამბავი ეს ამით არ მოიწურება. ბიზნეს გონია რომ დაიხსნის გომელაურსა და ლილუაშვილს სანქციებისაგან, ლილუაშვილზე არც არის სანქციები, გომელაურს და სხვებს, მაგრამ შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა და თავარი ამბავი. ესენი რომ წავიდნენ გავიგე, უბრალოდ ვერ გავიგე, მაგრამ ოკეი, რაღაცნაირად შევფუთე საკუთარივე გონებაში. თქვი რომ აი ბიზინა ამას აპირებს. მაგრამ თუ ბიზინა მომავალი რეპრესიებისთვის ემზადება, ანუ თუ ვინმეს უნდა დაეყრდნოს და ვინმე მისი და კობახიძის დავალებები უნდა შეასრულოს, დავალებების საუკეთესო შემსრულებელი არ იყო არც გომელაური და არც ლილუაშვილი, იმიტომ კი არა რომ ისინი ცუდად დასრულებდნენ, არამედ იმიტომ რომ ისინი ქუჩაში, ველზე, ფილდზე არ იყვნენ და ფილდზე იყო კაცი, რომელიც ადგილზე იღებდა გადაწყვეტილებებს დარბევის სისასტიკეების თაობაზე და თუ ბიზინა ივანიშვილი კვლავ ვიმეორებ ემზადება სამომავლოდაც ამგვარი დარბევებისათვის, ანუ ადამიანის უფლებათა მასობრივად დარღვევისათვის, დემონსტრანტებისათვის, ცხვირპირის დანაყვისათვის, მან წესით არ უნდა გაანთავისუფლოს და უნდა მაქსიმალურად შეინარჩუნოს იმგვარი კადრები, რომლებიც მისი დავალებების შემსრულებლები არიან უსიტყვოდ, ან გრძნობენ, კარგად ხედავენ, კარგად ჭორეტენ ბიზინა ივანიშვილის განწყობებს და იციან რა ეამება დამფუძნებელ მამად წოდებულ ბანდიტს. ამგვარი პირი კი ძალოვან სტრუქტურებში კვლავ ვიმეორებ, მინისტრის შეიძლება არის, ან მინისტრიც მოადგილეს, გელაძე შეიძლება არის, მაგრამ გელაძე ქაშვეთთან არასატკავებს და ალექსანდროვის ბაღში საპირფარეშოში არ დადის. რა ქვია, 9 აპრილის ბაღში. გელაძე პერიმეტრზე შესაძლოა ტრიალებს, ისევე როგორც გომელაური ტრიალებდა, მაგრამ რუსთაველზე არ გადის და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან არ კარნახობს საკუთარ გედედეს, რა უნდა ქნან, ან რა უნდა ეკნათ. გელაძეც კი როცა ის არ იყო მინისტრი, გომელაური ამას არ აკეთებდა. ამას აკეთებდა ერთადერთი კაცი, არა, ბევრი სხვაც, მაგრამ ერთადერთი მთავარი კაცი. ამ კაცს ქვია ზვიად ხარაზიშვილი. და ზვიად ხარაზიშვილმა არაჩვეულებრივ ურთიერთობაში მყოფმა სწორედ ხსენებულ ვახტანგ გომელაურთან უცებ მიიღო გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვა. გედედეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აი, ბრგე კაცი როა და რეალურად კი ცუდი. იმ კაცმა, რომელთანაც ასოცირდება ყველა ის ან დანაშაულების უმრავლესობა, რომლებიც მოხდა გასული წლის დეკემბერში და მანამდეც, როცა ცხვირპირი დაუნაყეს და სისხლი დაალევინეს ჩვენივე თანამოქალაქეებს, თანამემამულეებს, ახალგაზრდებს მეტწილად და მან დაიჭირა პოლიტპატიმრების 80 და 10 კი არა 100% აიყვანა, ჩააგდო და გადასცა მერე შსს-ს და შსს-მ მერე უკვე ავის პროკურატურა ჩაერია ცხადია და მერე უკვე სასამართლოს ეს კლანი, ეს ერთი კლანია საბოლოო ჯამში, ცალკე რო ლაპარაკობთ ხოლმე მურუსიძის კლანზე, კი ცალკე კლანია, მაგრამ ის კლან უკაა ხოხბებზე ჩაციკლური მურუსიძის თავკაცობით და ჩინჩალაძის, რომელიც ღმერთმა უწყის აზია ჩაციკლული, მაგრამ ესენი ხო საბოლოო ჯამში არიან ერთი კოზა ნოსტრა. და კოზა ნოსტრას ეს ერთ-ერთი ბურჯი იყო ზვიად ხარაზიშვილი და კითხვა მაქვს, რატომ წავიდა ხარაზიშვილი? გავიგე, რომ გელაძესთან ვერ მუშაობს, მაგრამ რომ ეთხოვა რომელიმე მაღალჩინოსანს, არა გელაძეს, არამედ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დაეთქვა, რა ქვია, ზვიად ხარებ
გემუდარები, შენ ახლა გვჭირდები, იმიტომ რომ ჩვენ მძიმე პერიოდების გავლა მოგვიწევს, იმიტომ რომ deep state გვებზვის და ხვალზე გისევ აგვიფეთქებს საშემოდგომოდ, ან საგაზაფხულოდ ვითარებას და სწორედ შენისთანა გამოსტილი კადრები გვჭირდება, რომ ერთი ორჯერ მინაყმონაყო, ორჯერაც და შვიდჯერაც დუბინკა აიღონ შენმა ეს პულტია. აიღონ შენმა სპეცრაზმელებმა და მინაყმონაყონ დემონსტრანტები და ახაშენ პრემია ოფიციალური და ახაშენ პრემია არაოფიციალური ქართულსგან ეგრა მაგის პასუხია და ბიზნეს პირადი თხოვნაც არის რომ დარჩე მაგრამ ბიზნეს არ უთხოვია კობახიძისათვის და კობახიძის შესაბამისად არ უთხოვია გელაძისათვის და არც უშუალოდ ხარება ხარაზიშვილისათვის არო ზვიად ხარაზიშვილისათვის და კვლავ ვიმეორებ რატომ იმიტომ რომ ხარებას პერსონალურად რომელსაც პოლიტიკური ამბიცია არც ექნება რასაკვირველია უნდა უკაცრავად ცირკვისთვის და დათესვა და ბიზინა ივანიშვილს რო ეთხოვა უშუალოდ შეიძლება დარჩენილიყო მაგრამ კობახიძის თხოვნა შეიძლება არც დახყაბულებოდა შეიძლება უკუეგდო შეიძლება ეთქვა თვით კობახიძისთვისაც კი რო იცი რა ირაკ დაჩერდით მე ისედაც ბევრი მოგემსახურეთ და თქვენ ის რაღაცეებს ჩადიხართ სტრუქტურაში შიგნით და ჩვენ არ ვიცით შიგნით როგორ ილტება როგორ იხრება გამოხრილი როგორ არის სტრუქტურა და ხარაზიშვილმა კი ეს იცის ხო თქვენ არ სცემთ არ დაუფასეთ ბიჭებს ისაც გააკეთეს მაგალითად და აქედან გამომდინარე მე მივდივარ კობახიძეს რომ ეთხოვნა ხარაზიშვილი არ დარჩებოდა ბიზნეს რომ აიღო ყურბილი და ეთქვა რომ ზვიად დარჩიო ვინიც ის იქნება დარჩებოდა კიდეც მაგრამ ბიზნეს ეს არ გაუკეთებია ოღონდ ხარაზიშვილს არ აქვს პოლიტიკური ამბიცია განსხვავებით გომელაურისაგან რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს არა მხოლოდ წველი სურვილი შვილიშვილებთან თუ შვილიშვილთან ბურჭალისა თამაშისა აქამდე რატო არ მოზდომებია ერთი საინტერესოა როცა სხვების შვილებსა და შვილიშვილებს უნდა ყავდათ ხვირპირს მისი გედედე და უშუალოდ ისიც თავისი ბრძანებებით კანონიერი კი არა უკანონო ბრძანებებით ასევე ლილუაშვილსაც შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური ამბიცია და გაგიკვირდებათ და ასევე ბავშვებთან სეირნობისა თუ დროის მეტი გატარების მსურველ ირაკლი ღარიბაშვილსაც ოღონდ ისინი არიან ეგრეთ წოდებულ თადარიგში ზაპასში მაშინ როდესაც ბიზინა ივანიშვილის მსახრალი ხელი მოხდება ირაკლი კობახიძეს ხელუგუღმა და უკლებლივ ყველაფერი შეეტენება თითქოს თავად არ იყოს დამნაშავე ბიზინა ივანიშვილი როგორც თევზის თავი უკლებლივ ყველაფერი შეეტენება სწორედაც რომ ირაკლი კობახიძეს ამასობაში ირაკლი კობახიძე რომ ძლიერდება და მძლავრდება ესეც ფაქტია არ დარჩენილა სტრუქტურა პრაქტიკულად რომელშიც მას საკუთარი კადრი არ დაენიშნოს არ დანიშნარჩენილა არც ერთ უწყებაში ან ცოტა თუ დარჩა ის ქვედანაყოფები განყოფილებები სამმართველოები სიპები აიპები არ ვიცი რაღაცა სტრუქტურები რომლებიც მისი მომხრენი არ არიან საგარეო საქმეთა სამინისტროშიც კი ამ უვიცი ბოჭორიშვილის ხელით მიადგა და 160 კაციდან თავისუფლებინა ბოჭორიშვილს და ეს 160 კაცი ყველაზე ისეთი მინიმალური დათვლებით ამას რომ მიუმატოთ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გაუქმება, ცალკეული სამმართველოების გაუქმება და ასე შემდეგ ცოდვა მადრიდ რეალებს რეალურად უწყებაში, რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტი უნდა იყოს ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. იგივე ხდება თავდაცვის სამინისტროში. კარგად არ ვიცით, უბრალოდ მეტნაკლებად დაკეტილი სტრუქტურაა ეს და შსს-ში ხომ, აგერაც ხდება ხარაზიშვილის მოულოდნელი წასვლა ამის თაობაზე კი შევიტყეთ თითოეულმა ჩვენგანმა და სხვადასხვა ვერსიებს გაბოვთქვათ ხარაზიშვილს მობეზრდა ხარაზიშვილს უნდა რომ თავი დააღწიოს სანქციებს იქნება და ამ გზით მასზე მოიხსნას ეს სანქციები იქნება და არავინ არ იცის ახლა გამოითქვა ვერსია იმის თაობაზე რომ ხარაზიშვილი ტიტუშკების მოკლედ კერძო სამხედრო ფორმირებასთან ნახევრად სამხედრო ფორმირებას შექმნის რომ მე გულახდილად გეტყვით ეჭვი მეპარება ხარაზიშვილის მოცილება როგორც ჩანს კობახიძესაც უნდა მეთქი ეს პროცესად მეორე ვერსიაა კობახიძე ხარაზიშვილის ურთიერთობებში მაგრამ რისთვის ემზადება ბიზინა ეს კიდე გასარკვევია და კიდევ საკითხავია ვიდრე ირაკლი კობახიძეს არ დაკლავს პოლიტიკურ დაკლავს გულისხმობ არანაირი გადატვირთვა შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან არ მოხდება და ადრე თუ გვიან ბიზნეს მოუწევს შეტენვა უკლებრივ ყველაფრისა სწორედ ირაკლი კობახიძისათვის მე ვარაუდობდი ოღონდ ინფორმაციაზე დაყრდობით ცხადია რომ ეს იქნებოდა მაისში აპრილში მაისში მეუბნებოდნენ კიდეც ასე მაისს არ გასცდება ირაკლი კობახიძის განთავისუფლებაო ჩემი წყაროებიც შეცდნენ
სხვაშორის შეცდნენ მას შემდეგ შეცდნენ კი დამიდასტურეს რომ შეცდნენ მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძე და სწორედ ირაკლი კობახიძე იყო ჩასული უნგრეთში იქ კონსერვატორთა რაღაც თავყარილობაზე მეთქი ასე ვიტყვი სადაც ეხუტა ვიქტორ ორბანს რომელიც ეგრა მაგის პასუხია და ბოლო 3 დღეა ორბანი ორბანს აღარ ჰგავს ორბანმაც კი ანტირუსეთული განცხადებები გააკეთა ამ ხვითოს უბრალოდ FSB-ს ხლაპუშკა ირაკლი კობახიძეს არ ეშველება არაფერი თორე ორბანი და ფიცო რომ ჩადგებიან პაველისა და ტუსკის დადგებიან პაველისა და ტუსკის გვერდით ხო მელონის რომ ჩაეხუტება ორბანი და ფიცო რომ ზმადნაფიცობას ზმადნაფიცივარ შენიო ეტყვის ხსენებულ პაველს და პაվել ნუ ერთ სახელმწიფო იყო მაინც ოდესღაც ხო და ან საერთოდაც რა ქვია იმას მაკრონს ასე მაგალითად ან მერცს ხო ეს ფაქტია ამას არ ეშველება არაფერი მეთქი ეგ მინდა ვთქვა არ ეშველებაც ხმამაღალი ნათქვამია ბიზინა დაკალავს მას ყველაფერს შეცდენის რამას და აი ამის შემდეგ დაიწყება კომპრომისები ოღონდ ბიზინას უნდა 100 არ ყოფნის 700%-იანი გარანტია რომ თუ დაკლავს ის გადარჩება თავად და ამ გარანტიას ვაშინგტონი არ იძლევა არამც და არამც ჯერჯერობით და მე გამოვთქვა ჩემს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით რომ ბიზინა მიმდენად გადალახა წითელი ხაზები რომ 100% არა თუ 1500%-იანს ვუტრირებს ხადია არამედ 100%-იან გარანტიასაც კი და მეცაც გეტყვით 50%-იან გარანტიასაც კი უსაფრთხოებისა მათ შორის ფინანსური ხელშეუხებლობისა ბიზინა ვეღარ მიიღებს რაც შეეხება ხარებას დადგება დრო როცა ის ალაპარაკდება და ვაი იმ პირებს ვისკენაც თავის დაკუნთულ თითებს გაიშვერს ზვიად ხარაზიშვილი ოღონდ ალაპარაკდება დამოუკიდებელი სასამართლოს დამოუკიდებელი პროკურატურისა და სასამართლოს წინაშე და კარგად გვიამბობს რა ხდებოდა სტრუქტურებში მაშინ როდესაც სწრაფად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ვინ რას აძალებდა ან ვინ რისკენ უბიძგებდა ველზე მყოფ ზვიად ხარაზიშვილს რომელიც თავადაც სხვების კარნახის და დაძალების ბიძგების გარეშე თავადაც ჩადიოდა სისხლის სამართლის დანაშაულებს ნახვამდის